მოგესალმებით თემურ და ალექსანდრე ტაბატაძეები. ჩვენ წინა ვიდეოში განვაცხადეთ, რომ დავიწყებდით გაყალბების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, ანუ საქართველოს ისტორიის ზოგიერთი მონაკვეთი როგორ არის გაყალბებული და თვითონ ენათმეცნიერების მიმართულებითაც ამის შესახებ გვინდა საუბარი. ჩვენ იცით, რომ გავშიფრეთ გლაკლიანი გორის არტეფაქტები დამწერლობით. ეს არის საკურთხევლის წარწერა, ეს არის თიხის ლარნაკის წარწერა, აგრეთვე საბეჭდავები და აგრეთვე სტელა. სტელაზე წინა ვიდეოში ვისაუბრეთ. ახლა დავიწყოთ მხედრული ამბანის დათარიღების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, თუ როგორ და რატომ გაყალბდა მისი დათარიღების შესახებ ინფორმაცია ქართულ წყაროებში. იცით თქვენ, რომ დაახლოებით მე-10 საუკუნის ანბანურ დამწერლობად მიიჩნევენ მხედრულ დამწერლობას, ხოლო ასომთავრულს მე-5-მე-6 საუკუნისა. არის რაღაც ფრაგმენტები აღმოჩენილი ასომთავრულის, რომელიც განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის 1 საუკუნეს და ახალი წელთაღრიცხვის 2 საუკუნეს. ამიტომ მაინც თვლიან, რომ სადღაც მე-6 საუკუნიდან, ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან უკვე მოქმედებაში ასომთავრული ანუ ჩამოყალიბდეს ამბანი, შეიქმნეს ამბანი და მხედრული, რადგან პირველი წარწერები არის მე-10 საუკუნის, უბრალოდ სიგელები, ჩათვალეს, რომ მე-10 საუკუნეშია მხედრული ამბანი შექმნილი. ახლა ამისათვის დავიწყოთ ჩვენ საფუძვლიანი თხრობა და აუცილებელია პირველ რიგში ყურადღება გავამახვილოთ გრაკლიანის საკურთხევლის წარწერასთან. აი ამ წარწერასთან. აქ ჩვენ ეს სქემატურად გვაქვს გაკეთებული, რომელი ასონიშნები, ასე ვთქვათ, მიესადაგება, რომელს აქ უფრო დიდად ჩანს და ეს არის ქ, მხედრულიც და ასომთავრულიც, ეს არის მხედრული ა, ეს არის ასომთავრული ი იყო, მაგრამ ასომთავრული, როგორც იცით, მე-6 საუკუნეში ჩამოყალიბდა, თქვა, შეიქმნა. მანამდე აი ეს ასო არმაზულ დამწერლობაში, ბილინგვაში, ცნობილში, თქვენთვის ცნობილია, არის ფონეტიკური შესატყვისით ერი. ხოლო ასომთავრულში ეს მერე გადავიდა როგორც ის, ესე იგი ქ, ი, ხო, ქ ამ მხედრული ა, ეს ქ მხედრული და ასომთავრული, მხედრული ა, მერე არმაზული, ასე ვთქვათ, არმაზული ერი, მხედრული თ, ეს არის ო, ამაზე ცალკე გეტყვით და ეს არის ესი, აი მხედრული იოტა, რომელიც ახლა ამოღებულია და მხედრული ენი. ისა ასომთავრული ენი, ბოდიში, ასომთავრული ენი. ესე იგი, აქ თუ დავაკვირდებით ჩვენ ამ საკურთხევლის წარწერას, რომელიც სხვათა შორის ორნამენტებად მიიჩნია ზოგიერთმა, არ ვიცი რა უწოდოთ, დავაკვირდებით კარგად, დავინახავთ, რომ აქ შერეული ანბანური დამწერლობაა, მხედრული და ასომთავრული. ახლა იმისათვის, რომ გავარკვიოთ როგორ და რანაირად მოხდა შემდეგ ამ მხედრული და ასომთავრულის, ანუ ამ ამბანის, ერთიანი ამბანის დაშლა, გავიხსენოთ რამოდენიმე ცნობილი ციტატა, ასევე ცნობილი მეცნიერთა მხრიდან. აი რას წერს რამაზ პატარიძე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავდაპირველი ამბანი არის ასომთავრული ხუცური. მისგან განვითარდა ნუსხური, ხოლო უკანასკნელისაგან მხედრული. საკითხი ისმის მხოლოდ იმის შესახებ, როდის გაჩნდა ასომთავრული ხუცური. აი ასეთი ტერმინი ასომთავრული ხურცური არსად არ მოიპოვება დედამიწის ზურგზე, არა მარტო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ან ენათმეცნიერებაში, არც ზოგადად სადმე. ასომთავრული ხუცური. ახლა რას ეყრდნობა პატარიძის ის ლეონტი მროველის ცნობებს. ახლა ვნახოთ ლეონტი მროველი რას წერს. ხო,
ლეონტი მროველი ამბობს შემდეგს, რომ ფარნავაზმა შექმნა ასომთავრული ისა დამწერლობა განყო და გაამშვენიერა ფარნავაზ მეფემ. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნე. აი რასწერს ლეონტი მროველი და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არაღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართულისა შინა თვინიერ ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა წიგნოგრობა ქართული. აქ საერთოდ არ არის ნახსენები არც ასომთავრული და არც სხვა რამ. ახლა რასწერს თვითონ თეიმურაზ პატარიძეს ისა ბოდიში რამაზ პატარიძეს მოყავს თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან ამონარიდი, რომელიც მარი ბროსემ გამოაქვეყნა ფრანგულ ენაზე და ანტონ კათოლიკოსის წიგნიდან ამოუწერია თეიმურაზ ბატონიშვილს. აი რა წერია იქ. არა უწუნგნური იყვნენ ქართველი უწინარესას ამსა შინა ვიდრე ფარნავაზამდე წერდნენ იგნი უხუცესთა წერილითა და წერილი მათი არსე წერილი ესე ხუცური ჩვენი ფარნავაზმა წერილთა მათგან განყო ხედრობისთვის თვისა მხოლოდ ხელითა წერილი განყოფილი ასონი და არა სხვათა რაითმე. ესე გაყო აქ არც აქ არსად არის ნახსენები ასომთავრული. არის ნახსენები რომ ხუცური და მხედრული. ესე იყო ხუცური დამწერლობა ხედრობისთვის მერე განყვანო ვახტინა დაცალცალკავება როგორც ეთყობა ამ წინარე ამბანის ფარნავაზამდელი ამბანის ასე ვთქვათ. უფრო ზუსტი იქნება ეს. ახლა რაც შეეხება ივანე ჯავახიშვილის აზრს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მიიჩნევდა ის თუ არა ასომთავრულ ამბანს მე-6 საუკუნის შექმნილად ან მხედრულ ამბანს მე-10 საუკუნეში შექმნილად. მანამდე გეტყვით რომ ასე როგორ გითხრათ ისტორიაში არ არსებობს ასეთი ფაქტი რომ ვიღაცა დაჯდა გამოიგონა ასოებით ამბანი შექმნა და მერე ეს გაავრცელა იმავე საუკუნეში და რა ქვია მთელმა ერმა ეს აიტაცა და ასე რომ ვთქვათ ამ ამბანს იყენებ. ახლა რას წერს ივანე ჯავახიშვილი. როგორც ამ წიგნის პირველ თავში აღნიშნული ჰქონდა, ეს არის ქართული პალეოგრაფია და იმ წიგნზე საუბრობს თავის წიგნზე. საინტერესო წერილობაში ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ლეონტი მროველის თხზულებაში გვხვდება ცნობა ქართული ამბანის გამოგონების დროისა და შემდგენელი შესახებ. მას ქართული წიგნოგრობა ფარნავაზ მეფეს მას ქართული წიგნოგრობა ფარნავაზ მეფის შემოღებულად მიაჩნია, რადგან ფარნავაზი მე-11 საუკუნის ამ ისტორიკოს საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი წესწყობილების იმგვარადვე როგორც სარწმუნოების შემოღებად ყავს გამოყვანილი და ზღაპრულ პიროვნებად არის ქცეული, ამიტომ ლეონტი მროველის ცნობა ქართული ამბანის შესახებ ცნობას ლეონტი მროველის ცნობას ქართული ამბანის შესახებ ასე ეკარგება. აქ მხოლოდ ეს გარემოება საყურადღებო რომ მე-11 საუკუნის ქართველ ისტორიკოს ქართული ამბანი ქრისტეს წინარე დროინდელ აღმოჩენად ჰქონდა წარმოდგენილი ძველისძველად მიაჩნდათ და სხვებივით ქრისტიანობის შენაძენად არ თვლიდნენ. იქნებ მომავალში გამოიკვეთეს ქონდა თუ არა ლეონტი მროველს ამისთვის რაიმე საფუძვლიანი წყაროები ან ისტორიული ზეპირ გადმოცემა. ჯავახიშვილის წიგნი გვერდი არის მითითებული. მაშასადამე ჯავახიშვილი ამბობს შემდეგს. ლეონტი მროველის ცნობები გვხვდება მხოლოდ ესე იგი ქართულ ამბანთან და დაკავშირებით და როგორც ეთყობა მას
იმ პერიოდისთვის ის არ იცნობდა თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნს, რომელსაც ძალიან გრძელი სათაური აქვს და მოკლედ რო ვთქვათ, საქართველოს ისტორიის შესახებ არ იცნობენ. მაგრამ ივანე ჯავახიშვილი იმიტომ იყო დიდი მეცნიერი, რომ ის მან სივრცე დატოვა მომავალი თაობებისთვის. შეებავო მომავალში აღმოჩნდესო ისეთი წყაროებიო, რომლებმაცო დაადასტუროსო, რომ ქართული ამბანიო უფრო ძველი არისო, ვიდრეო ჩვენ ვარაუდობთო. რას ამბობს ივანე ჯავახიშვილი შემდეგ? ერთგვარი მიახლოვებით გადაწყვეტილია აზრი იმის შესახებ, თუ როდის უნდა გაჩენილიყო პირველად ამბანური დამწერლობა, რადგან ამანის მე-14 საუკუნის ქრისტეს წინააღმდეგ მრავალ ძეგლთა შორის არც ერთი ამბანური დამწერლობის ძეგლი არ მოიპოვება. ეს ლიზბარსკის აზრით იმის დამატკიცებლად უნდა ჩაითვალოს, რომ მაშინ 1400 წელს ქრისტეს წინააღმდეგ ჯერ ამბანური წერა არ არსებობდა. თუ ასე გადაჭრით თქმა ძნელია, ის მაინც ცხადია, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოება უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ 1400 წელს თუნდაც ამბანური დამწერლობა სადმე უკვე ყოფილიყო, ის მაშინ იმგვარად განუვითარებელი და მოუხეშავი უნდა ყოფილიყო, მისი ხმარება ფიქრადაც არავის მოსდიოდა. ესე იგი, აქ ის ამბობს, რომ 1000 ძველი ქრისტეს წინააღმდეგ 1400 წლამდეო ქართული ისა საერთოდ ამბანური დამწერლობაო ჯერო არ გვხვდებაო. ჩვენ ვიცით, რომ ეს გრაკლიანის დამწერლობა არის ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის, უпроსწორად ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლოს. ჩვენ სტელასთან დაკავშირებით თარიღიც გითხარით, რომ გამოვთვალეთ, ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელი. და აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის მოცემულობა თითქოს ასომთავრული და მხედრული ამბანი მე-6 საუკუნეშია შექმნილი, ამ მე-10 საუკუნეში არ შეესაბამება სიმართლეს. ახლა კიდევ ერთ ამონარიც წაგიკითხავთ ბატონიშვილის წიგნიდან და კიდევ უფრო დავაზუსტებთ ქართული ამბანის წარმოშობის შესახებ ცნობებს. წმინდისა მამისა, ჩვენ ქართველთა ნათობისა, ათონის ივერის მამისა და წინამძღვრისა გიორგის მიერ მოთხრობილთა შეკრებილთა სამოთხრობოთა მატიანისაგან ივერია, ვინაიდან ქვეყნის სახელის დებაი არს, ხოლო ქართველობა ივერიის ერისა, მე ვიხილი ანტიოქიის სვიმონ წმინდისა მონასტერსა შინა წიგნის საცავსა ჩვენი ივერიელთასა წერილი ძველი ფრიად, ძველთა წინაპართა ჩვენთაგან, რომელსა შინა იყო წერილი ესრეთ. ესე იგი, წმინდა გიორგი მთაწმიდელსაც აქვს ძალიან ძველი წერილი ქართული დამწერლობით შესრულებული რაღაც არტეფაქტი ნანახი, რომელიც როგორც ჩანს თვითონაც ვერ წაიკითხა, ოღონდ ამსგავსებდა, რომ ქართული ამბანი იყო. ახლა რას წერს კიდევ თეიმურაზ ბატონიშვილი? არა უწიგნური იყვნენ ქართველები უწინარესა ზამთრას შინა, ვიდრე ფარნავაზამდე. წერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა და წერილი მათი არსე, წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმა წერილთა მათგან განჰყო ხედრობისთვის თვისა მხოლოდ ხელითა წერილი განყოფილი, ასონი და არა სხვითა რაითმე. ანუ გამოდის, რომ ქართული ამბანი, აი ეს ამბანი, გრაკლიანის ამბანი, მოდით ასე ვთქვათ, წინარე ამბანური დამწერლობა არის შემდეგ უკვე ფარნავაზის მიერ რეფორმირებული ამბანის და შემდეგ უკვე იქიდან წარმოებული ასომთავრულის, ხუცურის თუ მხედრული ამბანებისა. ახლა რა უწერია თვითონ
ივანე ჯავახიშვილს იმის შესახებ რომ თუ კალიგრაფიით არის შესრულებული, ესე იგი ამბანური დამწერლობა და მაღალი ხარისხით როგორ შეიძლება დავადგინოთ დაახლოებითი ასე რომ ვთქვათ ამ ამბანის შექმნის თარიღი. წერს შემდეგ რამეს რომ დაახლოებითო შეიძლება ითქვას რომ ერთის მხრივ ჯერხანა ცნობილი მე-6 საუკუნის ქართული დამწერლობის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული განვითარების საფეხურს წარმოადგენენ, აშომთავრულზეა ლაპარაკი როგორც ჩანს მე-6 რომ ქართული ამბანის დასაწყისი ხანა სულ ცოტა 7-8 საუკუნით უწინარეს არის საგულისხმებელიო. ესე იგი აი ეს აშომთავრული რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება და მხედრული აი ერთ-ერთი აგერ არის ბაგრატ მე-4-ის სიგელი. ნახეთ რა კარგი კალიგრაფიული იმით არის დაწერილი, აქ რას ნიშნავს ეს რომ გლოვანი ასოებია, ასონიშნებია, მომგვალებული ფორმები აქვს და იცით რომ ადრეულ ეტაპზე ამბანები როცა იქმნებოდა იყო კუთხოვან ხაზოვანი დამწერლობა, ანუ ხაზების და ასე რომ თქვა ტეხილი ხაზების ერთობლიობა და შემდეგ უკვე ნელ-ნელა დაიხვეწა და მომრგვალდა. მაშა სადამე მხედრული ამბანი მე-10 საუკუნეში შექმნილიც რომ იყოს აი ასეთი კალიგრაფი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიით არის შექმნილი. აგერ არის ივანე ჯავახიშვილი რომელიც ამბობს რომ ასეთი კალიგრაფიული ხელნაწერი მინიმუმ უნდა ჩავთვალოთ 7-8 საუკუნით ადრე არის შექმნილიო. ხო და 10 საუკუნეს 7-8 საუკუნე რო მოვაკლოთ, მაინც არ გამოდის მხედრული ამბანი გამოდის ახალი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში შექმნილი და რატომ მიუთითებენ რომ მე-10 საუკუნეშია შექმნილი მხედრული ამბანა მე-6-ში აშომთავრული დღემდე ჩვენთვის გაურკვეველია. ახლა კიდევ უკეთეს მაგალითებს მოგიყვანთ აგერ ჩვენ. გრაკლიანის წარწერა აი ეს ამბანური წარწერა და არის კიდე მეორე იმაზე ცალკე ვისაუბრებთ. აი ეს რომელიც არის შერეული აშომთავრული და მხედრული. არის მე-11 საუკუნის ბოლოს შექმნილი ის საკურთხევლის წარწერა შექმნილი. ესე იგი ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელს. ნახეთ ქართული მხედრული ამბანი. აი ეს ნაწილი ამოღებულია, ეს ვია ამოღებულია. აი ნახეთ. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-7, მე-6 საუკუნეები, მე-8 საუკუნე. ეს არის წასული შემდეგ სპარსულ დამწერლობაში, ძველ სპარსულში, თანამედროვეში არა, სულ სხვანაირი დამწერლობა, ძველ სპარსულზეა საუბარი. ძველ სპარსულ დამწერლობაში მოგეხსენებათ რომ მე-6 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვის დაგვიპყრო სპარსეთმა და როგორც ეთყობა მხედრული ამბანის რაღაც ფორმა ნაწილი წაიღო მან თავის დამწერლობისთვის. აი აქედან. ახლა თქვათ ასე. აქამდე მიიჩნეოდა რომ ფინიკიური ამბანი იყო ყველაზე უძველესი ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნეში შექმნილი. თავისი ორი განშტოებით, ბერძნულით და არამეულით. ესენი კიდე თავისი ჩაშლილი განშტოებებით. გამოდის რომ ბერძნულ ეს ფინიკურ ამბანზე უხნესი არის მინიმუმ 150 წლით აი ეს ამბანი და თუ ქართული ამბანი ანუ უწოდოთ მას ქართლოსის ამბანი, ანუ გრაკლიანის ამბანი. და თუ გავითვალისწინებთ ივანე ჯავახიშვილის აი აზრს, რომელიც წაგიკითხეთ წელან 7-8 საუკუნით ადრინდელი შეიძლება იყოს, დავაკვირდეთ
აი აქ არის მგლოვანი ასოები იოტა აი ქს თუ ჩავთვლით კიდე თუს რაღაც ფორმები არის აი ესეც ესი და ო მომგვალებული ფორმები და თუ შეთლათ თუ 7-8 საუკუნეს არ ვივარაუდებთ ხო შეიძლება 4-5 საუკუნე შუალედი ავიღოთ ვივარაუდოთ რომ კიდე იქით გადავწიოთ ქართული ანბანის შექმნის პერიოდი ესე იგი 11-ს დავუმატოთ 4 საუკუნე დაახლოებით მე-15 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვაში უკვე ქართველებს ანბანური დამწერლობა უნდა გქონოთ ახლა კიდევ ერთი მთავარი მტკიცებულება აი ეს თიხის ლარნაკი რომელიც ჩვენ გაჩვენეთ სტელასთან მიმართებითაც ამ თიხის ლარნაკზე არის პატარა წარწერა აღმოჩენილი ქერი ეყარა ამაში 2 ერთეული LB აი ესეც გავშიფრეთ მოდით ახლა შევადაროთ საკურთხევლის წარწერას პირველი ასო ქ აქაც ქ ემთხვევა ქართლოს ქერ მეორე ასო აქ არის ეს არის ლიგატურა იცით ალბათ როცა იწერებოდა 2 ასო ერთად რო შეემცირებიათ მანძილი და ნაკლები მასალა გამოეყენებიათ წერისთვის მესამე ასო არის ერი არმაზული ერი თქო გითხარით რომელიც მე ასომთავრულში სახით გადავიდა აი უყურე ქერ ერი აი ესეც დაემთხვა ამას ქარ თოსიონ აი ეს არის ამის მტკიცებულება გინდა ეს ამის მტკიცებულება რომ ჩვენ ეს სწორად გვაქვს გაშიფრული ამიტომ ვერ იღებენ ხმას და ამჯობინებენ რომ ვითომ საერთოდ არ ვარსებობთ ისეთი გამომეტყველება მიიღო ახლა ჩვენ აქ იცით რომ დაახლოებით გრაგლიანის კვლევას მიუძღვენით 130 ფურცელია და არა მარტო გვაქვს ამ კვლევაში წმინდა პალეოგრაფიული საკითხები რადგან ქართულ ისტორიასაც ეხებოდა და საქართველოსაც მოგიყევით მხედრულ ანბანთან დაკავშირებით თუ როგორ გაყალბდა და ახლა ბოლოში გეტყვით მე რატომ გააკეთეს ეს რომ მე-10 საუკუნის იმათ ჩათვალეს დათარიღებით მხედრული ანბანის შექმნა და მე-6 საუკუნით დაახლოებით ასომთავრულის აი გრაგლიანის ისინი სხვათა შორის ხუცურშიც იგივე ფორმა აქვს ასოს აი აქაც გრაგლიან აქ უკვე ეს ლიგატურა დაცალკავებული გვაქვს ეს ასოა ეს წითლად რომელიც არის ერი აი თუ ასო გრაგლიანის ფრაგმენტი და აქ ასომთავრული თუ ეს მხედრული თუ როგორ გავს ერთმანეთს ახლა გადავიდეთ ასო ოზე ეს ასო ჩვენ მოვიძიეთ ვაისილაბარში წარმოადგენს გძელ ოს როგორ ჩანს ახლა გითხარით მე თქვენ რომ აქამდე რო ითვლებოდა რომ ფინიკიურიდან გავცელდა ყველა დანარჩენ ანბანებში ასონიშნები როგორც ეთყობა და როგორც დაგიმტკიცეთ რომ მანამდე ქართული ანბანი არსებობდა ქართული ანბანიდან წავიდა იმ ფინიკიურში და დანარჩენ ანბანებში და რადგან ქართულ ანბანში ჩვენ ვერ მოვიძიეთ ვერსად აი ეს ასო აღმოჩნდა ვაისილაბარში ქართოსიონ ეს ერთი ასონიშანი და მეორე ასონიშანი გვაქვს ასევე ესთან დაკავშირებით აი ეს ასონიშანი ეს კუფურ დამწერლობაში უყურეთ აქ როგორ არის გრაგლიანის ფრაგმენტი აი შეხედეთ ავეს კუფური დამწერლობა ბოდიში აგერ რა კარგად არის აი ცხრილშიც არის მითითებული აქ იოტა აი იოტა ფრაგმენტი მხედრული იოტა ასე რომ აგერ გვაქვს კიდე ენთან მიმართებით ყველა ასონიშანზე გვაქვს ჩვენ ცალ-ცალკე გაკეთებული კვლევები შესრულებული აი მხედრული ისა ასომთავრული ენი ეს ფრაგმენტი გრაგლიანის ეს ასომთავრული ენი
ასთან დაკავშირებით გითხარით. ეს არმაზული ერი ბატონო. აი აქ უკეთესად ჩანს იოტა. წერტილიც რო აქ. ესის და იოტა. ქვეშ იოტა მერ ფრაგმენტი იმის. ყველაფერი გვაქვს დადგენილი, გოხდათ. აი ესი სხვათა შორის მერე შეხვდა ჩვენ არმაზულ დამწერლობაში, არამეულში და ასევე არმაზულში. ოღონდ უყურე როგორ განვითარდა აქიდან მერე არმაზულში როგორ წავიდა ეს ასო ეს ესი. ამით დავადასტურეთ რომ აი ეს ესია არა მარტო თქვათ იმიდან კუფური დამწერლობიდან, არამედ არმაზულიდანაც რომ ნამდვილად ესი იყო ესა და საბოლოოდ მერე იცით რომ გავშიფრეთ როგორც ქართოსიონ. და აქ მერე არის ფრინველისა და ხარისთავის გამოსახულება იდეოგრამული და ეს ნიშნავს მუნუნუს, ანუ პირველ კაცს. მუნუ ერთი და ლუ კაცი შუმერულად და ამაზე ცალკე გვაქვს ყველა მიძღვნილი, მაგრამ დღეს რადგან მხოლოდ ანბანურ დამწერლობაზე ვსაუბრობთ, მოდით ანბანურ დამწერლობაზე ვისაუბროთ. ახლა რატომ მოხდა რომ მხედრული ანბანი და ასომთავრული ანბანი საბჭოთა პერიოდში, ეს არის 30-იანი წლები ჯერ კიდე, როცა დაიწყეს ისტორიის შესწავლა ქართული დამწერლობის, დაათარიღეს ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით ასომთავრული და ახალი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის მხედრული ანბანი. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ წაგიკითხეთ ეგერ ფარნავაზის შესახებ ინფორმაცია ლევონტი მროველიდან, კაი თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნს მაშინ ხელმისაწვდომი არ იყო და ვერ პოულობდა ესე იმათ. საქმე იმაში გახლავთ რომ ეს იდეოლოგია იყო ასეთი, ჩვენ ასე მიგვაჩნია რომ თანაბარი უნდა ყოფილიყო, ყველას თანაბარი ისტორია უნდა ქონო და ერთნაირად ანსაცმელი უნდა წმოდათ უხეშად რო ვთქვა და ასე შემდეგ. რომ არ შეიძლებოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ პატარა საქართველოს ამხელა ისტორია და ამხელა წარსული ქონოდა. აქედან გამომდინარე იმის თქმაც თავისუფლად შეგვიძლია, რომ არავის ჩვენთვის ანბანი არ დაუწერია და არ შეუქმნია პირიქით. ჩვენიდან არის ბევრი ანბანი დაწერილი და შექმნილი და წაღებული. ახლა იმ საკითხებს ჩვენ არ ვიკვლევთ სხვა ანბანებს და ამიტომ აღარ ჩაუღრმავდებით რომ ზოგიერთი რომ ტერიტორიულ პრეტენზიას გვიცხადებს და ზოგიც იმას რომ თურმე ქართველებს დაუწერეს ანბანი, არა და სამი ანბანური დამწერლობა ჰქონდა. მხედრული, ასომთავრული და ხუცური. და თავიდან იყო ერთი, ხო, როგორც გითხარით, გრაკლიანის და მერე სამი ჰქონდა იმ ეპოქაში, როცა მე-6 საუკუნეში რომ დაგვიწერა ვიღაცამ ანბანური დამწერლობა და ეს ეხება მაშტოც. მაგ დროს უკვე ანბანური დამწერლობის ნიშნები და ისინი კიდევ უფრო ადრინდელი ფრაგმენტები რაღაც არქეოლოგიური მასში აღმოჩენილი იყო არქეოლოგიური კვლევების შედეგად. ასე რომ მოკლედ რო შევაჯამოთ ახლა ეს ყველაფერი და თქვათ პირდაპირ გადაჭრით შეგვიძლია თქმა, მით უმეტეს რომ აღმოჩნდა გრაკლიანი გორის ახალი ანბანური დამწერლობა და თიხის ლარნაკის დამწერლობა, ახალი არტეფაქტი. ამიტომ აუცილებელია რომ ახლა გადაიხედოს ეს შეხედულება და ბოლოს და ბოლოს სიმართლე დადგინდეს რომ არავითარი მე-10 საუკუნე და არავითარი მე-6 საუკუნე ახალი წელთაღრიცხვის ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესია. თუ არ ჩავთვლით აი იმას ეგრეთ წოდებულ სავარცხლის წარწერა რო არის, ცნობილი წარწერა ის სტილზე რო არის და რაღაც ერთ და იგივე ასაკის არიან თითქმის ეს ისინი. ჩვენ ბევრ ასე რო ვთქვათ სპეციალისტთან მქონდა ურთიერთობა ამ
გრაკლიანის კვლევებთან დაკავშირებით გაუგზავნეთ და მათი აზრი გვაინტერესებდა და უმეტესობამ არაფერი არ მოგწერა და ერთ-ერთმა ახლა აღარ გვინდა დავასახელოთ ქალბატონია და პატივსცემთ ასეთი რაღაც მოგწერა მე რო თქვენი ეს ვაღიარო და ვაღიარო რომ ქართული ამბანიო მე-11 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნეში არსებობდაო მაშინო მთელ ჩემს 40 წლიან მოღვაწეობასო ხაზი უნდა გადაუსვაო ენათმეცნიერებაშიო იმიტომ რომ მე მიმაჩნიაო ჩემი დაკვირვებითო ტაძრების იმაზე წარწერების მიხედვითო და სიგელების შესწავლის მიხედვითო რომ მხედრული ამბანი შექმნილია მე-10 საუკუნეშიო და ასომთავრული მე-6 საუკუნეში ახალი წელთაღრიცხვის და ამასო ეს არ გადაიხედება აი ასეთი დამოკიდებულება არის ესე იგი მისი ნაღვაწი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა სიმართლეზე და ქართულ ისტორიოგრაფიაზე და ქართულ ენათმეცნიერებაზე რომ ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლი აღმოჩნდა და ერთ-ერთი უძველესი დამწერლობა გვაქვს ანბანური ქართველებს და არ უნდა რომ აი ეს ანბანური დამწერლობა ჩათვალოს ანბანურ დამწერლობად ჯიუტად იმეორებენ რომ არის ორნამენტები და ორნამენტები როგორც ითით არის შიფრება და ვერ წაიკითხავ და ამით დახურეს ამ საკითხთან მიმართებით ჭობა, ანუ კამათი. ახლა ერთი თხოვნა გვაქვს რომ კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ ნახოთ ჩვენი ვიდეოები ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ ასე ვთვლით ჩვენ არა ვართ ისტორიკოსები და არც ენათმეცნიერები უბრალოდ როცა პალეოგრაფიულ დამწერლობას ვშიფრავთ აი ამათ ანბანურ და თუ გინდათ ლოგოგრაფიულ დამწერლობებს როცა გვხდება ქართული კვალი და საქართველოსთან არის დაკავშირებული მე ვცდილობთ რომ ისტორიის სიღრმეში წავიდეთ და ენათმეცნიერების სიღრმეში რის შესაძლებლობასაც ჩვენი ცოდნა გვაძლევს და ეს არის უკვე სპეციალისტთა უფრო ღრმა შესასწავლი აგერ არის ფაქტი ვერც ერთი ენათმეცნიერი ვერ იტყვის იმას რომ ესენი ორნამენტებია და არ არის ანბანური დამწერლობა თხოვეთ ბევრს თხოვეთ რომ თითოეული ასოს მიხედვით მოახდინოს შეფასება ჩვენი კვლევების პალეოგრაფიული მიმართულებით აი ეს ქ ასო შევრავთვლით ქთ რატომ არ არის ქ და ასე შემდეგ დიდი მადლობა შემდეგ ვიდეომდე